დედაქალაქის პრობლემებზე ამ წუთებში თბილისის საკრებულოში მსჯელობენ. აქტუალურ თემებს შორის დღეს ოპოზიციამ საცობები გამოკვეთა. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, პრობლემის მოგვარების ნაცვლად ქართული ოცნება განაგრძობს არასწორი პოლიტიკის გატარებას, ამასთან გაურბის საკუთარ პასუხისმგებლობას და ისრები მოსახლეობის ბრალეულობაზე გადააქვს. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ქალაქში გადაადგილებას მომავალში კიდევ უფრო გაართულებს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სპეციალისტების არგუმენტირებული კრიტიკის მიუხედავად კალაძემ უპირობოდ დაამტკიცა. დღეს ასევე იმსჯელეს მიუსაფარი ცხოველების შესახებ. მარიამ ჩიქოვანი ესწრება სხდომას საკრებულოში და დეტალებს ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვება. თბილისში არსებული საცობები და ხელისუფლების სატრანსპორტო პოლიტიკა რჩება კვლავ მთავარ აქტუალურ საკითხად, რომელზეც დღეს განცხადებები გაკეთდა საკრებულოს სხდომაზე. ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრებმა კითხვები დაუსვეს თბილისის მერსაც, როდესაც ის საკრებულოში წლიური ანგარიშის წარსადგენად გასულ კვირაში იმყოფებოდა, თუმცა როგორც დღევანდელ სხდომაზეც განმარტეს, ამ კუთხით კონკრეტული პასუხები ვერ მოისმინეს და კვლავ მთავარ კითხვებად რჩება კონკრეტულად რა გეგმა აქვს თბილისის მერიას და რა ვადებში შეიძლება მოგვარდეს ქალაქში არსებული სატრანსპორტო კოლაფსი, რომელიც ყოველდღიურად მოსახლეობას დიდ ტვირთად აწვება. დღესაც ქართული ოცნების წევრებმა ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხები ვერ გასცეს, განმარტავენ მხოლოდ იმას, რომ ქალაქში არსებული სატრანსპორტო კოლაფსი გამოწვეულია ავტომობილების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით და ერთადერთი გამოსავალი ამ კუთხით არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, რომელზეც ამ კუთხით კი მათ უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზეა დაახლოებით სავარაუდოდ, იმიტომ რომ 640,000-მდე აქტიური მანქანად ითვლება მანქანა, რომელიც ჩამოწერილი არ არის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ეს სავალდებულო არ არის და შესაბამისად ხალხს, რომელსაც დაშლილი აქვს მანქანა, მათაც არ აქვს ჩამოწერილი და სხვადასხვა კვლევები დაახლოებით 53%-ია ეგეთი მანქანა. აქედან გამომდინარე დაახლოებით 350,000 რეალურად აქტიური მანქანა ყავს თბილისში. ისედაც ვერ წარმოვედგინა რეალურად ეგ ციფრი, რომ როგორ შეიძლება მეტროთ ვიღა დადის, ავტობუსით ვიღა დადის მართლა და ტაქსს ვიღა უზის თუ 650,000 მანქანა დადის, ვინ ზის ხა თითო მანქანაზე თითო კაცი მთელი თბილისი უნდა გადანაწილდეს, რაც არარეალურია და აქტიური მანქანაც დაახლოებით 350,000 ამ დათვლებით და რა სტატისტიკაც ეხება საიდან არის ეს ციფრი, რავი, თუ რომ მოგვაწოდოთ. საცობებში ადამიანები ატარებენ ფაქტობრივად მთელ დღეებს და სამწუხაროდ ვერც მერის ანგარიშიდან და ვერც სააგენტოს ხელმძღვანელისგან კონკრეტული გეგმა ჩვენ წინა სხდომაზე ვერ მოვისმინეთ კონკრეტულად ქალაქში საცობების განმუხტვის. ჩვენ ვიცით, რომ 12 დერეფნის მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს, აქედან 12-დან ფაქტობრივად 4 არის დასრულებული, ასევე 18 მეტრიანი ავტობუსები შემოდის, მაგრამ ყველაფერი მომავლისთვის და ერთად გავიჭიროთ ლოზუნგის ქვეშ იღრის თავს. მართლა გონიათ, რომ ეს საცობების, სატრანსპორტო სიტუაცია დღეს რაც ქალაქშია, გონიათ, რომ ვინმეს მოწონს და ამაზე არავინ არ მუშაობს. ჩვენ დაწყებული გვაქვს ძალიან ამბიციური და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა. ერთადერთი გზა დღევანდელი სიტუაციის გამოსასწორებლად არის ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა. თუ კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულება არ შემცირდა, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ განვითარდა, თუ ის თქვენ დერეფნებზე საუბრობდით, ეს ყველაფერი ბოლომდე არ იქნა, ახალი გზები არ მოეწყო, საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგდა, გამორიცხულია, ჩვენ შვებას ვერ ვიგრძნობ. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღეს საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წევრებმა ისაუბრეს, ეს არის ქალაქში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემა, კერძოდ ის, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მიუსაფარი ცხოველი არის თბილისში და დასვეს კითხვები თუ რა გეგმა აქვს ამ მიმართულებით ქართულ ოცნებას. ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხელისუფლების წევრები კვლავ პასუხისმგებლობას მოსახლეობას აკისრებენ და საუბრობენ იმაზე, რომ ერთადერთი გამოსავალი არა პოლიტიკის არ კონკრეტული გეგმის შემუშავება ამ კუთხით, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ხაროთ მიუსაფარი ცხოველების საკითხი წელსაც ბიუჯეტში ვერ იქნა ადეკვატურად ასახული, როგორც ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და თვალი რომ გადავავლოთ ყველა ბოლო სოციოლოგიური აზრის კვლევას, ნახავთ რომ ეს არის მზარდი პრობლემა
და ხალხს უფრო და უფრო მეტად აწუხებს ეს საკითხი, იმიტომ რომ რეალურად ძალიან მწვავე პრობლემა არის, ეპიდემია არის ამ ქალაქში მიუსაფარი ცხოველების. პრობლემასთან ბრძოლა, მოდი მოვიკითხოთ, როგორი არის კავშირის წევრი ქვეყნებში, როგორი იყო კარგი გამოცდილება ცხოველებთან აი ესეთი გარეთ ცხოველების ბრძოლის, ხო? ძალიან მოდი ესე ვთქვა, არახუმანური, რაც არ გვინდა რომ ჩვენ რო გავაკეთოთ, ჩვენ გვინდა რომ ხუმანური მეთოდებით ვიუდგეთ. რამდენი ეგრეთ წოდებული ჯიშიანი ძაღლი გვინახავს, რომელიც გარეთ არის გაგდებული, ხო? მე მგონი ეს ჩვენში ადამიანებში არის პრობლემა და არა ძაღლებში და ძაღლებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, რეალურად ადამიანებს უნდა უთხრათ და კამპანია უნდა ვაწარმოოთ, რომ თუ არ გვაქვს ძაღლის აყვანის თავი, არა ვიყვანოთ უბრალოდ და მე არ მოგვიწევს გარეთ გაყვანა და გარეთ გაგდება. შესაბამისად ეს პრობლემა არა მუნიციპალიტეტის სამართალ, არამედ ხალხის არის. დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებსაც განიხილავენ.